გმირებმა მე და შენ წავიდეთ აქედან იქ აქაურ გარემოს ღრმა და აქვს იქ სადაც ანიბანი იქ სადაც დირი დარი დური დირი დარი დური დირი დარი დურია დინება გინება ინება თავები დაკარგეს გმირებმა მე და შენ წავიდეთ აქედან იქ აქაურ გარემოს ღრმა და აქვს საღამოშიდობისა პატრიცემულო ტელემაყურებლებო, დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად ტელეკომპანია მაესტროს ეთერში. დღევანდელი გადაცემა მინდა დავიწყო იმით, რომ ეს ოქროს შუალედი ბეწვის ხიდი, ესე ვთქვათ, რომელზეც დღეს საქართველოს დადის და დადის ძალიან ბრძნული ნაბიჯებით, მე თუ მკითხავთ, იმიტომ რომ ზოგი დასავლეთში დარბის სათხოვნელად და ხელი აქვს გამოწვილი და მტრობს თავის ქვეყანას. რა თქმა უნდა, ზოგიც რუსეთში, ზოგსაც რუსეთში უნდა სირბილი და ესე ვთქვათ, წინ და წინ რაღაც შეთანხმებების მიღწევა, მაგრამ არის პატარა ხაზი, პატარა შუალედი, სადაც რა თქმა უნდა ძალიან დიდ რაოდენობას ადამიანებისას ამ შუალედში უნდა გავლა, რომ არ ავნოს და არ დააზიანოს თავისი ქვეყანა. ყოველ შემთხვევაში დღეს სანამ მე ვფიქრობ და ჩემი პირადი აზრია ასე, რომ სანამ დღეს რუსეთ-უკრაინაში ბრძოლები მიმდინარეობს, ომი მიდის, იყოსებიან ადამიანები, დღეს საქართველოს უნდა უყუროს, უნდა შეაფასოს ეს სიტუაციები და საბრძოლო მოქმედებების დამთავრების შემდეგ უნდა მიიღოს თავისი გადაწყვეტილებები, რა თქმა უნდა. ეს არის ბრძნული ხედვა ამ ყველაფრის, რასაც რა თქმა უნდა, დღევანდელი ხელისუფლება ძალიან ჩემი აზრით ძალიან წარმატებით ასრულებს, იმიტომ რომ ამ 30 წლის განმავლობაში ამ ემოციურ ნაბიჯებს და ამ ურაპატრიოტულ ნაბიჯებს რაც მოყვა, ჩვენ ყველამ ძალიან კარგად ვნახეთ, ამას მოყვა ლეგიტიმური ხელისუფლების დამხობა, პუჩი, შემდეგ მოყვა სამოქალაქო ომი, შემდეგ მოყვა ომები ოსეთში და ეგრეთ წოდებულ სამაჩაბლოში და აფხაზეთში და მივიღეთ ის საბოლოო ჯამში, რაც მივიღეთ და ეხლა იგივე წრეზე არიან ადამიანები, ვისაც იგივე წრეზე უნდათ რომ გაიყვანონ ეს ქვეყანა, რომ ამ ქვეყანაში არავითარი შვიდობა არ იყოს, რაც ესე, რა ვიცი, ყველაზე მეტად დღეს ესაჭიროება ამ ქვეყანას და ამ ბრძნული ნაბიჯების გადადგმა, რაც ყველაზე უფრო ესაჭიროება ამ ქვეყანას და ამიტომ არის მთელი ეს გაწიე გამოწიე, იწილო ბიწილო და ის ადამიანები, რომლებიც დღეს ელემენტარულად ამდევნებენ ამ ყველაფერს თვალყურს და კარგად აქვს გამოტანილი, ესე ვთქვათ, ისტორიიდან და ამ მაგალითებს აღარ მიყვებიან და აზრი აქვს გამოტანილი სწორად, ისინი არიან რაღაცნაირად მე ვიტყოდი, ესე ვთქვათ, დღევანდელ მოცემულობაში უფრო დაჩაგრულ სიტუაციაში, იმიტომ რომ უყურებენ ამ ვაკხანალიას და ერთი სული აქვს, როდის დამთავრდება ის, მაგრამ ეს არ დამთავრდება ჩემი აზრით, მანამ სანამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, უკრაინაში ომი მიმდინარეობს და არის ძალიან დიდი მსხვერპლი. ასე რომ ჩვენ ვნახეთ ამ ორი ეგრეთ წოდებული ვავანის და ლექსუსის, როგორც იწოდებიან ესენი, ორი FSB-ს აგენტის ჩანაწერი, პრანკერის, რომლებმაც დაურეკეს ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს გარი კასპაროვის სახელით, დაურეკეს უჩან ანუაშვილს და
და თუ რა ილაპარაკეს ამ ორმა ადამიანმა, ყველამ უკვე ეს 2 დღეა ტელევიზიებში ესტრიალებს ყველგან და ჩემი აზრით რაღაცა ნიშნულოვანი შედეგები უნდა მოყვეს, იმიტომ რომ ეს ლაპარაკებად არ უნდა დარჩეს და აბსოლუტურად ყველამ უნდა გაიგოს თუ რაში იყო მართლა საქმე და რა რაზმებზე ლაპარაკობდა ბატონი უჩან ანუაშვილი, რა შეიარაღებულ დაცვის წევრებზე ლაპარაკობდა ის, თუმცა გუშინ გამოვიდა და რაღაცეები იბოდიალა და ესე ვთქვათ დაუჯერებელი, აბსოლუტურად დაუჯერებელი იყო მისი კომენტარი და აი ამ ყველაფერთან დაკავშირებით დღეს კახიშვილი მყავს სტუმრად, დიდი მადლობა კახა რომ მოხვედი და აი ამ თემით მინდა დავიწყოთ რა იყო ეს შენთვის ეს ყველაფერი და იყო უნდა დადგეს თუ არა, ყოველ შემთხვევაში დაბარებული მაინც იქნას თუ არა ეს ადამიანები დაუშვათ სამართალდამცავ სტრუქტურებში რომ გაირკვეს რას ლაპარაკობდნენ, რაზე ლაპარაკობდნენ და რას ხელმძღვანელობდნენ საერთოდ და დღესაც რას ხელმძღვანელობენ, იმიტომ რომ იძახიან რომ ამ ქვეყანაში კიდევ რევოლუცია უნდა მოხდეს, კიდევ გადატრიალება უნდა მოხდეს, იმიტომ რომ სხვა რესურსი აღარ დარჩა ქვეყანას თუ არა გადატრიალების და ესე ვთქვათ რევოლუციის რესურსი და რას ფიქრობ შენ ამ ყველაფერს ჯერ ერთი ის რომ როგორ შეიძლება თუ თავის თავს ესე ვთქვათ პოლიტიკოსს უწოდებს ქალბატონი ყოფილი პრეზიდენტი ესეთ მახეში გაება რასაც რუსული კაკების მახე ქვია პირდაპირ რაც მედიაში პირველ არხს წარმოადგენს რუსეთის მთავარ არხს და იმაზე აღარ ვიძახი უკვე რომ ეს ბატონი უჩან ანუაშვილი ამ ყველაფრის მერე თვითმფრინავზე დაჯდა, ჩავიდა, გარი კასპაროვის ოფისში მივიდა და ესე ვთქვათ გახარებული იხვეწებოდა ფულს, ხო? რომ მიეცათ აი ამ მოძრაობისთვის, რასაც ისინი წარმოადგენენ დღეს საქართველოში. რა ხდება და როგორ შეიძლება საბოლოო ჯამში ესეთი პრინციპში წინასწარი იმით როგორ შეგვიძლია ეს ავირიდოთ თავიდან, ხო? ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ღიად კარგად გამოჩნდა, რომ რა თქმა უნდა ფულის უკმარისობაა დღეს, მაგრამ თავში ამათ უდევთ ესეთი ცხელცხელი იდეები და როგორ შეიძლება ეს ავირიდოთ თავიდან. მოგესალმებით ქრისტე აღდგა. ჭეშმარიტ. ეს კვირა აღგომის წვინვალი დღესასწაულის კვირა. მიულოცავ ჩვენს მოსახლეობას, მადლობა მოწვევისთვის. რაც შეეხება კონკრეტულად ამ პრანკერების საუბარს, ეს რა თქმა უნდა ძალიან საინტერესო საუბარი შედგა ჯერ პირველ რიგში. თქვენ როგორ ბრძანეთ ახლა ფსბ-ის აგენტებმა, როგორც ჩანს, კარგად გათვალეს, ვისთან უნდა ქონოდათ კომუნიკაცია. როდესაც ამ ეს ოპერაციას გეგმავდნენ, ალბათ კარგი ხანი ფიქრობდნენ და არჩევდნენ კანდიდატურებს, ვისთან უნდა მოხდეს კომუნიკაცია და ვინ უფრო ადვილად ისაუბრებს იმაზე, დამალვების გარეშე რას აპირებენ. ერთია რომ ჩვენ მოусმინეთ პირდაპირ საუბარს, მაგრამ თავად აზრს დიდი ხანია ვხვდებით ჩვენ 2012 წლიდან ვხვდებით რომ ეს აზრი ამოძრავებთ. ჯერ კიდევ 2012 წლის არჩევნების შემდეგ პირველივე დღეს განაცხადეს, სანამ ცოტათი მომაგდებოდნენ და ნახავდნენ რომ ქართული ოცნება არ აპირებს სამართლიანობის აღდგენის კუთხით მათ გასამართლებას, თავიდან ცოტა შეშინებულები იყვნენ. მერე როგორც კი გამაგდნენ, დაიწყეს შეტევა და გახსოვთ თქვენ 2011 წლიდან, როდესაც ბიძინა ივანიშვილი გამოჩნდა პოლიტიკაში, თავიდანვე რუსული იარლიკების მიწებება დაიწყო, ჯერ მაშინ კიდე რუსული ფული, რუსული აგენტი და ასე შემდეგ. მერე ყველა ვინც იდგა ბიძინა ივანიშვილის გარშემო, ყველა ის ადამიანი იყო რუსეთის მოკავშირე და რუსულ ფულზე გაყიდული. და ნუ რა თქმა უნდა, ეხლა მათ აქვთ იმის კომპეტენციაც, უნარებიც, კავშირებიც და ფულიც, რომ რეალური კვლევები ჩაატარონ საკუთარი თავისთვის და საკუთარი პარტიული საქმიანობისთვის და ძალიან კარგად ესმით, რომ ფიზიკურად ვერ შეცვლიან ქართულ ოცნებას სუფთა არჩევნების გზით. იმიტომ რომ ამის მხარდაჭერას საჭირო რაოდენობის ადამიანების, რომლებიც ხმას მისცემენ უფრო მეტად ვიდრე ქართულ ოცნებას, რომ უმრავლესობით მოვიდნენ ხელისუფლებაში, არ არსებობს. და მაშინ შევარდნაძის დროსაც იგივე იყო ახლა, ხო? თუ გახსოვთ თქვენ 2003 წლის არჩევნები, 2003 წლის არჩევნებშიც მაშინდელ მოქალაქეთა კავშირს არანაირი უმრავლესობა არ ქონდა პარლამენტში და სამი პარტია იკრიბებოდა ძლივს, რომ უბრალო უმრავლესობა შეექმნათ და
მაინც რევოლუცია ჩაატარეს, რატო? იმიტომ რომ არ აწყობდათ ის კონფიგურაცია, რომ რაღაც ნახევრად ხელისუფლებაში ყოფილიყვნენ. მათ უნდათ ყველაფრის წაღება და რევოლუციის შედეგად წაიღეს ყველაფერი, თორე იმ პარლამენტში ბოლოს კი გაირკვა შევარდნაძე 25 კაცი ყავდა და იმ 25 კაციდან 20 კიდე იმათთან იყო შეკრული, ხო? აქაც იგივეა, ახლა არ უნდათ პოლიტიკური პროცესებით რასაც აკეთებდნენ, რასაც მიჩვეულები არიან, ზუსტად იგივე სცენარის გაკეთება სურდს და განმეორება სურდ. უბრალოდ ვერ მიხვდნენ, რომ ხალხი გაიზარდა უკვე და ესე მარტივად აღარ უჯერებს პოლიტიკოსებს, არა აქვს მნიშვნელობა, ისინი იქნებიან, ჩვენ ვიქნებით, ზოგადად პოლიტიკის მიმართ ნდობა არ არსებობს უკვე ისეთი, როგორც დაუშვათ ადრე იყო, რომ ფიგურა გამოჩნდებოდა და იმ ფიგურის მიმართ რაღაცა უფრო მეტი ნდობა იყო. ეხლა ხალხი უფრო ფრთხილია და შესაბამისად იმ პროგნოზებმაც რა პროგნოზებიც ჰქონდა ქართულ ოცნებას ომთან დაკავშირებით და აი ეს აშკარა თეთრზე შავის მტკიცება ეგრეთ წოდებული დასავლური პარტნიორების მხრიდან, რომ ესეა აჩვენებს უკვე საზოგადოებას, რომ ეხლა როგორ შეიძლება დაუშვათ გამოვიდეს ტელევიზორში ილაპარაკოს, რომ თეთრზე შავია. ყველაზე მეტად შენ ხომ იცი, რომ ის იტყუება და შესაბამისად შენ კარგა უკვე როგორც მაყურებელი, როგორც ერთი ადამიანი რიგითი მოქალაქე, კარგა ნდობას ამ ინსტიტუციის მიმართ. მაგასაც კი ვერ ხვდებიან, რომ ერთი პარტიის ან რამოდენიმე პარტიის დაძახილით რო პროევროპულები არიან, ჯერ პირველ რიგში ამას რო იძახი პროევროპულობას, პროევროპულ პარტიას იმაზე, რომელიც მართავდა, რა ვიცი მე, ფაშისტური მეთოდებით ქვეყანას და ამას რო უყურებს ის ხალხი, რომელმაც გამოიარა ესეც და ეხლა შენ იმას უმტკიცებ, რომ ის იყო დემოკრატიის შუქურა და ეს თურმე სისხლიანი რეჟიმია, შენ ერთია რომ მთავრობას ნუ არც გისმენს უკვე, მაგრამ მეორეა რომ თავად მოსახლეობის ნაწილიც გულში ფიქრობს, რომ ნუ ეხა ეს უკვე აბსოლუტურად ანუ პირიქით მუშაობს. რა თქმა უნდა, თავის თავზე თავის საწინააღმდეგოდ მუშაობენ და ესე დაანგრიო ამდენი წლის ნაშენები. პიროვნულ ზისხშია გადასული უკვე ქართული ოცნების მიმართ მათი დამოკიდებულება. აქ უკვე აღარ არის პოლიტიკა, აქ აღარ არის ევროპული პოლიტიკა, აქ რა არის, რომ მიჩვეულები იყვნენ 2012 წლიდან, სხვათა შორის ძალიან ცუდად მივაჩვიეთ ჩვენ. მიშას ესე არ ყავდა ესენი მიჩვეულები, მიშა ზომიერად მათ თან გთამსაძლევდა, თან ეფერებოდა, თან არ აკეთებდა იმას ბოლომდე, რაც ამათ სურდათ. ჩვენ მივაჩვიეთ 2012 წლიდან, რომ მათი თითო სიტყვა იყო ჭეშმარიტების ბოლო ინსტანცია. ამ ჰამერბერგმა თქვა, მორჩა თქვა, იქ ვიღაცამ თქვა, მორჩა დამთავრდა თქვა, ამერიკის ელჩმათო თქვა, ხო საერთოდ დავამთავრეთ საუბარი. მე მახსოვს პერიოდი, როდესაც პოლონეთის სეიმის ვიღაც დეპუტატი თუ მომწერდა რაღაც მეილზე, რომ მე ხვალე ჩამოვდივარ, თან მეილზე მწერდა, მე ხვალე ჩამოვდივარ და გთხოვ შემახვედრო აი ამ და ამ პატიმრებს, ესეც კი ის იყო, რომ აი ნუ ეხლა რა ვქნა, გავიდეს ნახოს. ეხლა ამ ყველაფრის მერე და თქვენ იცით, რომ საკადრო საკითხებში აბსოლუტურად ყველა საკადრო საკითხებში განსაკუთრებით ძალოვანი უწყების მინისტრების შერჩევაში, გენერალური პროკურორის, დაზვერვის, კონდაზვერის საქმიანობის წარმომადგენლების დანიშვნაში ყოველთვის ერეოდნენ აქტიურად ჩვენს ქვეყანაში. მათი კონსულტაციების გარეშე შეუძლებელი იყო ჩვენ მივეცით ამის უფლება და ეხლა მე მესმის იმათიც, რა თქმა უნდა, რომ ამდენი წელია ესე იყვნენ, რომ ფაქტობრივად, როგორც არ ვიცი მე, შიკრიკები უსრულებდით ყველაფერს, აი ესეც არ უნდოდა საჭირო. ზოგჯერ ლაპარაკიც კი არ იყო საჭირო, ერთი ზარიც იყო საჭირო იმისთვის, რომ მიგახვედრონ, რომ ესე არ უნდა გააკეთო და ეს ჭრიდა. უცბად ერთ დღეს ყველაფერი შეიცვალა და ეხლა ის ადამიანები, რომლებიც შენ ბრძანებებს ასრულებენ, უცბად გეუბნებიან, რომ ჩვენ სუვერენული ქვეყანა ვართ. შესაბამისად, ამათ უკვე ვერ მიიღეს, ვერ გაითავისეს ეს, რომ მართლა ეგრე ხო არა, იფიქრეს, რომ ალბათ მე არ მოწოვარ და სხვებს რო უკეთებდნენ, აი ჩემამდე ვინც იყო, ის მოწონდა და მე ჯიბზე დამიდნენ. იმას კი ვერ ხვდები, რომ საერთოდ სიტუაცია შეიცვალა და აღარ გააკეთებს ესე. არა, უკვე პიროვნულში გადავიდნენ და ამ პიროვნულმა იმდენად სუსტები აღმოჩნდნენ პოლიტიკაში, რომ პიროვნულმა გადალახა და გადაწონა და ფაქტობრივად თავად ინსტიტუციის დისკრედიტაციას ახდენენ უკვე რამდენი წელია, ფაქტობრივად ძირი მოუსპეს იმ ინსტიტუციებს, რომლებზეც წლების მანძილზე საუბრობდნენ, რომ სამართლიანი ინსტიტუციებია და ასე შემდეგ, ხომ? აბა ბიჭო, რა შეყარებული იყო მთლიანად, ეხლა წარმოიდგინე ევროპა, დასავლეთი და რაღაც აი ისე. კია, ჩვენთვის დასავლეთი. ხო, მაგრამ თვითონ დაიფუჭეს, გამოითხარეს. ხო და მაგას ვიძახი ეხლა, მე დროც იცვლება, ხო? ეხლა ჩვენთვის დასავლეთი ყოველთვის ასოცირდებოდა რასთან? სიმშვიდესთან,
რწმენასთან, ყველა შეხედეთ, აი რო ჩადიხარ დასავლეთში, ეხლაც ევროპაში რო ჩადიხარ, ყველა ქალაქში ტაძარია ცენტრალურ მოედანზე. მართალია დღეს უკვე ესეთი მლოცველები არ ყავს, მაგრამ ეს ხომ კულტურა იყო, ესე იყო, რომ შაბათ-კვირას ყველა ეკლესიაში დადიოდა, სიმშვიდე იყო, ერთმანეთი უყვარდათ, სამართლიანობა იყო, ისე არავინ არ დაგჩაგრავდა. მართლა სიტყვის თავისუფლება იყო. დღეს სადღაა ახლა ეს ყველა. კერძო საკუთრების დაცვა იყო. შეხედეთ, აგერ არის ტაძარი, შეხედეთ, აი უბრალოდ ჩადით, ახლა არ მინდა ქვეყანა და ქალაქი დავასახელოთ, მაგრამ ბევრია ესეთი. ჩადით, ტაძარია, გვერდზე ბორდელია. ტაძარია და ღმერთმა მაპატია, ტაძრის კედელზე ტუალეტებია მიდგმული, ბიოტუალეტები, ზოგ ტაძარში რესტორანი გახსნეს, ხო? უკვე ფაქტობრივად ხედავთ, რომ რათი სიტყვის თავისუფლებაზეა საუბარი, სიტყვის თავისუფლება არის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს სიტყვა აწყობთ მათ. თუ ეს სიტყვა მათ არ აწყობთ, არანაირი სიტყვის თავისუფლება იქ არ არის და იქ რო ცენზურაა, ესეთი ცენზურა შეიძლება სხვა ქვეყნებში არ იყოს, რომელსაც ჩვენ არადემოკრატიულ ქვეყნებს ვეძახით. ამიტომ კონკრეტულად მათმა შეიცვალეს სახე რეალურად და ფაქტობრივად ეს ის აღარ არის. რაც იყო. ამიტომ დეგრადაცია მოახდინა საკუთარი ინსტიტუციის, თუნდაც ის LGBT უაზრო პროპაგანდა ეხლა რაშიც რა თქმა უნდა მესმის რომ ძალიან დიდი ფული გააკეთეს, მაგრამ მეორეა რომ იმდენად შეტოპეს რომ თავის მოსახლეობასაც შეაზიზღეს ეს ყველაფერი, ხომ? და ნუ რაც შეეხება ჩვენთან ბოლო წერტილი იყო ეს საომარი მოქმედებების დაწყებაში წახალისება საქართველოს რაც ნიშნავდა იმას რომ უბრალოდ ქვეყანა აღარ იარსებებდა უბრალოდ აქ საუბარი აღარ იყო ეხლა უკრაინა დიდი ქვეყანაა და მესმის რომ აქეთ რო ომია შეიძლება იქით არის მოდეს დაახლოებით რას მახსენებს იცით აი აფხაზეთის ომს როცა აფხაზეთში ჩვენი ჯარისკაცები ომობდნენ და სამწუხაროდ იხოცებოდა მოსახლეობა თბილისში რესტორნები სავსე იყო და დაახლოებით ესეთი ვითარება ეხლაც იქ თუ კიევს არ დაარტყეს ვერც გზნობს ახლა კიევი იქ რა ხორცის მანქანაა ჩართული ხო და ეს უბედურება უნდათ რომ გადმოიტანოთ ჩვენთანაც უბრალოდ ამას უკვე ვერც გადაიტანდა საქართველოს ვერც ტერიტორიულად იმიტომ რომ ახლა ღმერთმა დაიფაროს გორში რო ერთი ბომბი ჩამოვარდეს თბილისში შუშები ჩაიმტრევა ჩვენ ძალიან კარგად ვიცით ხო და მეორე ახლა ეკონომიკა რა არის დღეს მთავარი ქვეყნის განვითარების მაჩვენებელი ეკონომიკა ახლა ჩვენ არ ვართ ახლა ესეთი ძლიერი ეკონომიკა რომ ყველაფერს გადაუტანოთ და ახლა გამათხოვრება როგორც ყოველთვის იცი რა მოდი თქვენი ქვეყანა დაანგრიეთ და მე როდესაც ფულს მოგცემთ ისიც კრედიტით ხო გამოჩნდა ახლა აგერ კრედიტებს თხოვენ ის რო იძახდა ფულს ჩუქნიანო აგერ ახლა კრედიტებში დაუთვალეს ხო მოგცემთ ფულს და მოდით ააშენეთ ახლა ქვეყანა ისე და მე ვიტყვიან ჩვენი აშენებული ქვეყანაა ხო ამიტომ არ გვინდა ბატონო ჩვენ გვინდა ნორმალური ცხოვრება ძალიან პატარა ერი ვართ იმისთვის რომ გეოპოლიტიკურ ომებში მივიღოთ მონაწილეობა და ძალიან კარგია რომ უბრალოდ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ფაქტობრივად თუ თვალი არ იცეს პირველი ეპოქა მართლობის როდესაც არ არის ომი და ღმერთმა ქნას ისე გაგრძელდეს რომ არც არასდროს არ იყოს და ჩვენმა თაობამ ეს ყველაფერი ნახა თქვენ რასაც ყვებოდით ახლა სულ თვალ წინ გამიარა ჩვენ ეს ყველაფერი ვნახეთ თბილისში ომი ვნახეთ და რა ვიცი მე ტრანსფერების ტყუებს ვაგროვებდით და ცეცხლში ვაგდებდით და ერთ ცეცხლი იმაში კოცონზე მთელი უბანი საჭმელს აკეთებდა და შუქები არ იყო და ასე დღეს რო უკვე შუქი არ არის ავა შუქები მაშინ ის გვიკვირდა შუქი რომ მოდიოდა ხო მაგას ყველაფერს დაფასება გვინდა ეხლა ნუ რავი ნუ იტყვის რომ იცით რა მიშამ გააკეთა მიშამ არაფერი არ გააკეთა ისეთი ეს ყველაფერი მოდის დინამიურად იყო პერიოდი ესეთი მე უნდა ყოფილიყო ესეთი აბა ხა ჩვეულებრივ მიშამ რა თქმა უნდა ინსტიტუციები აშენა მაგრამ ახლა ყველაფერი რომ თურმე 2003 წლიდან დაიწყო ამაზე ვსაუბრობ ეგრე არ არის როგორც ისიც არ არის რომ 2012 წლიდან დაიწყო ხო საქართველოს ისტორიული ქვეყანა არავისგან არაფერი არ დაიწყო საქართველოს განვითარება რომ დაიწყო ჩვენ იგი და საუკუნეებში ჯერაც პროექტშიც არ ვიყავით შესაბამისად ყველა მართველმა თავისი წვლილი შეიტანა და ეს ქვეყანა აქამდე მოვიტანეთ. და აქამდე რომ მოვიტანეთ, ეხლა ჩვენი მთელი ამოცანა არის რომ არ დავანგრიოთ ის რაც გვაქვს. თუ რამე შევმატებთ, ხო კარგია და თუ არ შევმატებთ, ის მაინც არ დავკარგოთ რაც გვაქვს და არ გავაფუჭოთ რაც ჩვენმა წინაპრებმა მოგცეს ხომ. ესაა ამოცანა, მაგრამ იმათვის ჩვენ ხომ არ ვართ ქვეყანა, იმათვის ჩვენ ხო არ ვართ ხალხი. აი ნახეთ პანდემიის დროს თუნდაც როგორ მოიქცნენ, როდესაც ფაქტობრივად ადამიანები კვდებოდნენ და ვაქცინებს იძლეოდნენ მხოლოდ იმ შემთხვევაში მოგცემთო ვაქცინებსო, ვითომ პარტნიორები, ვითომ ავიცი ჩვენზე მზე ამოსდით,
მხოლოდ იმ შემთხვევაში მოგცემთ, როცა ჩვენი მთელი მოსახლეობა აიწრება და ასე შემდეგ, ხომ? აქ უკვე გაჩვენეს დამოკიდებულება, ხო? იგივე იტალიასთან დაკავშირებით ერთი კავშირია და რა იყო იტალიაში გახსოვთ ახლა საქართველოში საერთოდ არაფერს არ იძლეოდნენ, სანამ ბოლომდე მათი ბაზარი არ მომარაგდა. ეს იმას ნიშნავს, რომ შენ თავის იმედი თუ არ გაქვს და შენ თავზე თუ არ იზრუნებ, ცხოვრებაშიც ესეა, შენზე არავინ არ იზრუნებს. აქ მარტო ქვეყანაზე არ არის ახლა, შენ თუ შენ თავს პატივს არ ცემ. შენ თუ შენ თავს არ იმუშავებ. ვერ მოვა და ვერ იტყვის, რომ არა მე შენ უნდა გცე პატივი. ხო ესე არ ხდება, ბუნებრივი პროცესია, ან გცემ პატივს, ან არ გცემ პატივს, ძალით ცე, პატივის ცემა არ გამიგია. ესეა პოლიტიკაშიც და ესეა ქვეყნებს შორის ურთიერთობაშიც. ამიტომ ჩვენ ახლა წინა ხელისუფლებას რო ეგონა რომ სოფლიოს ჭიპი ვართ, ეგრე არ არის და რაღაცა ბალტიის პირეთის შიკრიკებად ვითვლებოდით ჩვენ. ეხლა ისინი რატო შევიდნენ ევროკავშირში და როგორ შევიდნენ, ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაძრა პროექტი, რომ ახალი ევროპული ქვეყნების შექმნა და შეიყვანა ძველ ევროპაში, რომ ძველი ევროპის მართლობაში ჩაერიოს ახალი ევროპული ეს პატარა ქვეყნებით, როგორიც არის ესტონეთი, ლატვია, ლიტვა, პოლონეთი, მართოს პროცესები, რაც გამოუვიდა კიდევაც, ხო? მაგრამ ჩვენ გეოგრაფიულადაც აქეთ ვართ. და ისინიც ახლა ის ბალტიის პირელები ხო იციან რომ შიკრიკები არიან ამასობაში მათაც თავისი ეგოსთვის უნდათ რომ ვიღაცა მათი შიკრიკი იყოს და ეხლა გაგიჟდნენ რომ აი თქვენც არაფერს არ აკეთებთ თუ გამოდის მარტო მე ვარ შიკრიკი გამოდის ესეთი ცუდია შიკრიკობა რომ მე ხო ვარ შიკრიკი შეიძლება არ უნდა იყოს შიკრიკი დაახლოებით ესეთი სიტუაცია მაგრამ იმათ გეოგრაფიული მდებარეობა აქვს სხვა და ისინი ევროპაში არიან გეოგრაფიულად გინდა თუ არ გინდა ამიტომაც გახდნენ ევროკავშირის წევრები ჩვენ რომ მათ ადგილას ქონოდა ქვეყანა დიდი ხანია ევროპაში ვიქნებოდით და დიდი ხანია შეიძლება უფრო მეტად განვითარებული ყოფილიყავით როგორც ვიდრე სხვა დანარჩენი ევროპის ძველი ევროპის ნაწილი ხო მაგრამ ჩვენი გეოგრაფიული მდგომარეობა სხვა არის ახლა ეს ყველაფერი კამფეტები ფოჩებიანი რომ ჩვენ ევროკავშირი როგორ მიგვიღებენ ევროკავშირში არც ერთი ევროკავშირის წევრი ქვეყანა ჩვენ არ გვესაზღვრება აბა გადახედეთ რომელიმე ევროკავშირის ქვეყანას არის თუ არა ევროკავშირის ქვეყანა რომელსაც არ აქვს საერთო საზღვარი ევროკავშირის ქვეყანასთან. აი ეგეთი ქვეყანა არ არსებობს ევროპაში, ხო? შესაბამისად ახლა ჩვენს აქეთ თურქეთია, რუსეთია, სომხეთი, აზერბაიჯანი არც ერთი არ არის ევროპული. თქვენ იცით თურქეთის პოლიტიკური მუშაობა ევროკავშირში გაწევრიანება რამდენი წელია მიმდინარეობს და ხალხი როგორ გინდა მე ახლა საქართველოს მივეცი შენ არ მოგეცი ახლა ამ ხელა ქვეყანასთან ისედაც დაალაგებული ურთიერთობა არ აქვს და უფრო მეტად დაეძაბებათ. ეს ხო ყველაფერი იყო, აი როგორც ნატოზე გაწევრიანებას უკრაინას ზელენსკის ეუბნება, მიდი, ომი რა, ხო დაიწყო, ხო მიდი შენ და ჩვენ აქ ავართ ნატოში შეგიყვანთ. ეხლა გამოდიან და ურჩხაც იძახიან რომ რა ნატო ის ნატო ევროკავშირი ის ევროკავშირი, ხო? ამიტომ შენ თუ შენ თავზე არ იფიქრებ და არ გააძლიერებ შენ ქვეყანას შენზე არავინ არ იფიქრებს და შენ ქვეყანას არავინ არ გააძლიერებს. როდესაც შენი ქვეყანა იქნება ძლიერი და მდიდარი, მაშინ გახდები მიმზიდველი. და როგორაა საერთოდ, როდესაც სუსტი ხარ და არაფრის გამკეთებელი არ ხარ, ყველას ეწოდები და ეს შეწოდება კარგია რა, აი მეწოდება. როდესაც ძლიერი ხარ, რა თქმა უნდა, გიჩნდება კონკურენტები და გიჩნდება ადამიანები, ქვეყნები, რომელსაც არ უყვარხარ და ну ჩვენ უნდა გავძლიერდეთ და ისიც გასაგებია რომ ვიღაცის ინტერესებში არ ჩავჯდებით და ну რა თქმა უნდა ყოველთვის გვექნება ეს ხო და აი მაგი მივიდოდა რა ბატალიონი ხო ჩვენ პრინციპში მიმდინარეობს ბრძოლა კოლონიალიზმის წინააღმდეგ ხო ჩვენ ვიბრძვით რო არ ვიყოთ ვინმეს კოლონია ეს ეხება როგორც ცდელობა ეს ეხება როგორც ესე ვთქვათ დღევანდელ დასავლეთს და ეხება რა თქმა უნდა ჩრდილოეთსაც რუსეთს დასავლეთი რუსეთი ყველა ვინც ჩვენ გარშემო მოდით ესე ვთქვათ ნუ ანუ ყველა ცდილობს იმას ანუ რაზე არის აქ ლაპარაკი რომ ნუ არის ხალხის რაოდენობა რომელიც იძახის რომ როგორ კაცოა ან იქით უნდა იყო ან ერთს ემსახურებოდი ან მეორე სხვა გზა არ არის შუაში გზა არ არსებობს რას მამულებ აქ რა რო იძახი რომ მე რუსეთი არა ვარ როგორ არა ხარ სხვა შუაში არ არსებობს ქართული ინტერესები უნდა ემსახურებოდეს დასავლეთს ან რუსეთს აი ესეთი ის არის და აი ეს შუაში ზუსტად ის ოქროს შუალედი
აი მინდა არსებობს თუ არ არსებობს. მე ვეცდები ჩემებური ახსნა მოვახდინო ამ ყველაფრის. მესმის ახლა პატარა ქვეყანა და ბევრი იტყვის რომ როგორ შეიძლება პატარა ქვეყანა იყოს დამოუკიდებელი, მაგრამ ჩვენ აპრიორ ვიძახით იმას რომ ჩვენ არ უნდა ვიყოთ დამოუკიდებლები. ახლა არ მისმის მე ანუ რა ვთქვათ რომ იცი რა ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ კი ბატონო არ ვიქნებით დამოუკიდებელი ვერასდროს ანუ ეს უნდა განვაცხადოთ და მოდი აბა ახლა ვინც დაგვეპატრონება ის გასაგებია ყველაფერი რომ პატარა ქვეყანა გასაგებია ყველაფერი რომ მარტო რუსეთს და დასავლეთს კი არ უდგას ჩვენზე თვალი ჩვენს გარშემო ვინც არის ყველას აქვს თავისი ინტერესები საქართველოში მე ვერ და ახლა შეიძლება ვიღაცასთან მეგობრული ურთიერთობა გქონდეს მაგრამ პოლიტიკაში ჩვეულებრივ პოლიტიკაში მეგობრობა არ არსებობს და ეხლა სახელმწიფოთა შორის პოლიტიკაშია მეგობრობა არის ინტერესები, ხო? ეს ინტერესები სანამ თანხმედრაშია, კაი ურთიერთობა გაქვს, მაგრამ ეს იმას არნიშნავს, რომ იმას რაღაცა ინტერესი არ აქვს შენს ქვეყანაში, რომ უფრო შენ ხარჯზე თვითონ გაძლიერდეს. ეს რეალურია, ამიტომ შენ გიწევს ლავირება. ყველაზე ადვილია გამოხვიდე. ხო, ყველაზე ადვილია გამოხვიდე და თქვა, რასაც ფიქრობ, ხო? ეხლა შენ შეგიძლია გამოხვიდე თქვა, რომ აი შენ ისეთი ხარ, შენ ესეთი ხარ, შენ ესეთი ხარ, შენ ესეთი ხარ, მაგრამ მერე ამიტომ ეხლა შენ გჭირდება რა შენ თუ იძახი იმას რომ მე ტერიტორიები უნდა დავიბრუნო ერთიანობა უნდა განვამტკიცო ქვეყნის ამას ჭირდება მუშაობა და ლაპარაკი ხო შენ უნდა გახდე მიზიდულობის ცენტრი ეს მიზიდულობის ცენტრი რო გახდები არ უნდა აღიზიანებდე პიროვნულად არავის ის რომ შენი ფასეულობები გაქვს არ უნდა დაივიწყო იმიტომ რომ ჩვენ ისედაც ხედავთ დეგრადაცია მიმდინარეობს თაობების ხომ ნელ-ნელა იშლება თაობები ახლა მე დარწმუნებული ვარ სამწუხაროდ რაღაც ნაწილს ახალგაზრდების რო კითხვა რა გინდა აფხაზეთი დაიბრუნო თუ ნიცაში 50 ევროთ გაფრინდე რა თქმა უნდა ყველაზე არ ვიძახი მაგრამ რაღაცა ნაწილი შეიძლება გითხრას რომ რა თმინდა მე აღარც მახსოვს აფხაზეთი ისე მირჩევნია ნიცაში გაფრინდე ამიტომ ამაზე მუშაობაა საჭირო, საგანმანათლებლო პროგრამებია საჭირო და რა თქმა უნდა დიპლომატია იმას ნიშნავს, რომ კი არ იყოს შენი მტერი ესეთი როგორც დღეს არის, თუნდაც მე რომ გითხრათ ახლა სიმართლე რომ რო გითხრათ მომწონს ეს ყოველდღიური დასანქცირებები და ეს არა ალბათ იგივეს გაკეთებად შეიძლება რომ შენი სუვერენიტეტის არდათმობის ხარჯზე ამავდროულად დაალაგო უფრო სხვანაირი ტიპის ურთიერთობები, მაგრამ ნუ ამას დრო ჭირდება ჩვენ ხედავთ რომ სოფლიო გლობალური პროცესი მიმდინარეობს. თქვენ ხედავთ რომ ბაიდენის ადმინისტრაციის ქვეშ იჯდა მთელი ევროპა და რა ვიცი მე ერთ ზარზე უკვე ნოლანდის გახსოვთ თქვენ ნოლანდი ცნობილი სიტყვები უკრაინაში ევროპაზე ეს იყო დამოკიდებულება. ეხლა არის ახალი პრეზიდენტი, ახალი ადმინისტრაცია, მას სხვა ხედვა აქვს, მაგრამ იქ რომ ჩატარდა არჩევნები ამერიკაში და ხედვა რომ შეიცვალა ეს ხალხი ჯერ ევროპაში ვინც არის მართველები მაკრონები და ასე შემდეგ ისინი არიან ძველი ადმინისტრაციის დამქაშები და ბრძანებების შემსრულებლები ეხლა ჩვენ ხო ისიც გვესმის რომ ტრამპი რო შეიცვალა იმას არ ნიშნავს რომ იქ ვინც მართავდა მათ არ აქვს ძალაუფლების დაბრუნების სურვილი და ბერკეტები ხა 12 წელი გავიდა და ნაცმოძრაობას აქვს დღეს პატარა ქვეყანაში მაინც ძალაუფლების ბერკეტები და ტელევიზიები და რა ვიცი რა და ეხლა წარმოიდგინე ამხელა მასშტაბით როდესაც მით უმეტეს რამხელა კორუფციული ფაქტები გაიხსნა ხო ელონ მასკის მხრიდან პენსიებზე და სოციალურ დახმარებებზე და ეს რაც ჩვენ ვიცით ეს ფული ხო სადღაც ილექებოდა ეხლა ამასთან ხო ესე ერთ დღეში ვერ მოაგვარებ იქ თუ მან მოახერხა ტრამპმა ესენიც უკვე შეიცვლებიან იმიტომ რომ მათაც არჩევნები რომ მოუწევთ უკვე სხვა ძალები მოიგებენ ეს ჩვეულებრივი პროცესია ხო მე ეს სხვა ძალები რომ მოიგებენ სხვანაირი დიალოგი იქნება უკვე თუნდაც ჩვენთან ვინაიდან დღეს ამ ძალებისთვის ჩვენ ვართ რაღაცა ეკალი აი რაღაცა პატარა ქვეყანა რა წაიღეს ამათმა ტვინი მით უმეტეს როდესაც ესეთი პრეზიდენტი ყავდა ну აი როგორ თქვა ხა აი თქვენ ახლა ოჯახში ყველაფრით ხო არ ხართ კმაყოფილი ზოგჯერ ხო ახლა მეც არ ვარ კმაყოფილი ზოგჯერ საჭმელი არ მოგწონს ზოგჯერ რაღაცა მაგრამ არ გამოდიხარ და არ ყვები იცით რა ეს ხედავ შენ ჩემმა ოჯახმა საჭმელი ვერ მომზადა ნორმალ მეც რაც მიყვარს ხალი დადიოდა და ლანძღავდა თავის ქვეყანას ანუ პრეზიდენტის რანგში ჩადიოდა აი კალა ავიღოთ ის მოლდოვის პრეზიდენტი ხო სანდუ დადიოდა ის იძახდა რომ იცით რა ჩვენთან ეს მოდით ეხლა იმას კენით აბა სანქციები დაუწესეთ ამა ხო არ დადიოდა მაგრამ ქალბატონი კადრულობდა რომ ყველა კონფერენციაზე სადაც მიესვლებოდა და რა თქმა უნდა პრეზიდენტის რანგში უფრო მიესვლებოდა ეხლა წარმოიდგინეთ აი ხა მაკრონი ზის სადღაცას მუშაობს შეხვედრებზია და რეფერენტი ეუბნება რომ თქვენთან დაჟინებით თითქოს საუბარს საქართველოს პრეზიდენტი
ნუ შეიძლება ახლა ეგრევე ვერ მოიცალოს, მაგრამ ახლა რა თქმა თავისი მოქალაქეა ყოფილი რაღაცა კავშირები რაღაცა აიღო და მოდი მიშველე აქ ინგრევა რუსები მოვიდნენ უკვე პარტიზანული მოძრაობები დაიწყო იმას რა განცდა უნდა კონდეს ახლა სადაა მაკრონს იმის დრო რომ გარდა სალომეს საუბრისა ახლა დაავალოს კიდე კონკრეტულად სიღრმისეულად შეისწავლონ საქართველოში არსებული ვითარება და სალომეს სიტყვების სამართლიანობა, ხო? და ესე ქოქავდა ყველას და ის ბუნებრივია ეს მეორე ტალღა იყო, ეხლა თქვენ ნახეთ იგივე პრანკერებთან საუბრის დროს, ხო? ადამიანი ეხლა ცდილობს გაიმეოროს 26 მაისის სცენარი გახსოვს შენ მაშინ ქალბატონ ნინო ბურჯანაძის მოძრაობა რომ მას გონია რომ 26 მაისს ზუსტად იგივეს გააკეთებს, ეხლა ქუჩას გადაკეტავს, მე ხელისუფლება გამოიყენებს ძალას და 26 მაისი ორ სცენარს დადგავს, რომ უფრო მეტად მე გააღვიოს და ამაზე სპეკულირება მოახდინოს. ანუ რეალურად ახალსაც კი ვერაფერს ვერ იგონებენ, იგივე გზას დადი, რაზეც ჩვენ დავდივართ თავის დროზე, ხო? აი ეს არის, აი მეორე ნაწილი ახლა უჩანანოში სულ არ ედარდება არაფერი, იმას გრანტი მიეცი ახლა და სულ არ ედარდება არაფერი, ხო? მაგრამ მეორე საკითხი რა არის, იცით, რომ როდესაც ესეთი მასალები ვრცელდება, მე მესმის რომ ახლა პასუხისგებაში ვერ მისცემ, იმიტომ რომ მაშინ უნდა მთლიანად მთელი მასალები გამოითხოვო, ისინი ჩამოიყვანო და აკითხო და ასე შემდეგ და ექსპერტიზა, მაგრამ როგორც მინიმუმ საქმის წარმოება უნდა დაიწყოს და გამოიკითხოს, ხო, რა მოხდა. შენ ხომ იცი რომ უცხო ქვეყნის სპეცაგენტი დაუკავშირდა, დაუშვათ თუნდაც შენს მოქალაქეს და რაღაცაზე იყო საუბარი, ხო? რაღაცა ნაწილი შენ ნახე, მე ხელისუფლების მხრიდან საუბრობ. ხო. რაც გაჩვენის, მაგრამ რაღაცა ნაწილი ხო არის, რომელიც არ გაჩვენის. შენ ხომ მთლიანად არ გაგარანტია რომ მთელი შინაარსი გაგიჩვენეს, ამიტომ შენ ხომ როგორც მინიმუმ შენი ქვეყნის ინტერესების დასაცავად იქ უნდა მოითხოვო სრული მასალები, აქ ესენი უნდა მოიყვანო, აბა კითხო სხვა კიდე რა იყო, როგორ მიმდინარეობდა საუბარი, რამდენი ხალი გრძელდებოდა, როგორ დაგირეკეს, რა ტექნოლოგია იყო გამოყენებული ამასთან ერთად რომ ხვალზე თუნდაც კიდე არ იყოს სხვა უფრო კრიტიკულ მომენტში ეგეთივე ტექნოლოგია გამოყენებული რომ მაგალითად პირობითად ვიძახი ქმეჭყრის მმართველს შეიძლება დაურეკოს ვიღაცამ პირობითად ვიძახი კალაძის ხმით ვიღაცამ ხო და ან არ ვიცი მე ან ჩემი ხმით ეს ხო ყველაფერი უნდა შეისწავლო რომ პრევენციაც მოახდინა ხო ამასობაში შინაარსიც უნდა გაიგო ბოლომდე კიდე რა იყო იქ ნათქვამი რომელსაც ჯერჯერობით შეიძლება არ გიჩვენებენ მაგრამ მეორე სერიად შეიძლება მოყვეს ეს ყველაფერი, ხო? ეს მნიშვნელოვანი საკითხებია, ესე ერთია რომ მედია სივრცეში ტრიალებს, მეორე საკითხია რომ სიღრმისეულად შესწავლა და ანალიზი ჭირდება და ნუ იმეც ვიტოვებ რომ ჩვენი სპეცსამსახურები ამასთან დაკავშირებით მუშაობენ. აი ძალიან საინტერესო იყო სხვათა შორის ჯო ვილსონთან ლაპარაკის ამბავი, იმიტომ რომ იქ ნახსენები ესეთი რაღაცას ეკითხება რომ ანუ შეიძლება რომ შეიარაღებული ამბით და მე ეს მისი თანაშემწერო გამოხდა ეკრანზე და მე მზად ვარ თუ რამე ჰელსინკის კავშირის ესე მე მზად ვარ აბა მითხარით თუ რამე საჭიროა და რაღაცა იქნებოდა ანუ ისინი მზად არიან ისინი მზად არიან ყველაფრისთვის ოღონდ ეს ხელისუფლება არ იყოს თქვენ რა გონიათ ახლა რომ იძახიან არჩევნები ხო მაგათ რომ იცოდნენ რომ არჩევნებით ისე ქართული ოცნება დარჩება ას კარგავს მაგათ არჩევნები ჭირდებათ საბაბად იმისთვის რომ მე კიდე რაღაცა დადგან იმ საარჩევნო პროცესის დროს. ხო, მაგრამ ეხლა ხო დაინახეს ახლა ოქტომბერში საბაბად არ ჭირდებოდა, საბაბად ჭირდებოდა, მაგრამ ოქტომბერში დიდი იყო. ხო და მაგას ვიძახი, ოქტომბერში რაც დადგეს და ბოლომდე ვერ მიიყვანეს, ეხლაც ფიქრობენ რომ აი მეორე სერია იქნებ გამოვიდეთ, მაგრამ ამასობაში ხელისუფლებაც აი მიშვებულ რეგულაციებს, რაც 12 წლის მანძილზე ყველაფერი მიშვებული იყო და რა ვიცი მე, ბევრი ისეთი არასამართლიანი რეგულაცია მივიღეთ რომ და მიგვაღებინეს ვიზა ლიბერალიზაციის მხარდაჭერის პირობებში, სხვადასხვა მხარდაჭერის პირობებში პროგრამების, რომ თავიანთ ქვეყნებში არ არის. აი მაგათ გახსოვთ, რომ გენერალურ პროკურორს დაირჩიოს სამამეხუთეთმა. ეგეთ მე მოვიძიე მთელი ევროპის პრაქტიკა. ეგეთი რამე არ არსებობს არც ერთ ევროპაში. მივმართე კიდევ პაპოშულს პარლამენტის ხომაზე. მითხარით, ვინ დაწერა ეს? მაჩვენეთ ერთი უნდა უბრალოდ დაველაპარაკო რომ აი რა განათლება აქვს აი საიდან იგონებენ აი ვიღაცას გამოაგზავნიან იმას რაღაც თავში აქვს არ შემდგარია თავის ქვეყანაში მოვიდა აქ და რაღაცებს გაკეთებინებს და შენც აკეთებ იმიტომ რომ ესია რა და
ეხლა რო არაკეთებ, ეხლა ბრაზდებიან. და ხო ხედავთ ეძებენ მთელი პრობლემა რაშია თურმე რომ ფულს ვერ აგზავნიანა და ეს ფული რისთვის ჭირდებოდათ იმისთვის კი არ ჭირდებოდათ რომ NGO სექტორმა კარგად იცხოვროს. ფული იმისთვის ჭირდებოდათ რომ NGO სექტორის ხელით მოახდინონ აქ დისკრედიტაცია ყველა იმ პროგრამის რომელიც ხორციელდება. იმისთვის ჭირდებოდათ რომ მაგალითად მისცენ და ალაპარაკონ მთელ მსოფლიოზე რომ არ ვარგა მართსაჯულება, მისცენ რომ ალაპარაკონ რომ არ ვარგა ჯანდაცვა. იმ სხვადასხვა მე ვიძახი თემატურ NGO-ებს, ხო? ანუ ყველაფრის დისკრედიტაცია უნდა მოახდინონ, ყველაფრის, რომ მე თქვან რომ ეს არ აბა როგორ აქვს, აი მთავრობა, ეს არ ვარგა, ის არ ვარგა, ის არ ვარგა, ეს არ ვარგა. მე მეორე ნაწილი უკვე პარტიებთან აფილირებულ NGO-ებში მიდის თქვენ ხედავთ, იქ პიკარდებია, რაგატკებია, რა ვიცი და კიდე რას მოიგონებენ, კიდე არა, ნუ ეხა იმედია რომ დრონებს არ მოიგონებენ და სხვათა შორის კარგია რომ იქნება თუ ხელისუფლება დრონების რეგულაციების კანონ პროექტსაც შეთავაზებს პარლამენტს რომ არ მივიღოთ ის ვითარება რომ ეხა დრონებიდან ქვები ესროლონ ჩვენ პოლიციელებს სხვადასხვა აქციის დროს და ერთმანქანას კიდე სხვა რაღაცები არ ესროლონ. რაღაცნაირად ესე მგონია რომ თვითონ ჩვენი გეოგრაფიული მდგომარეობა ძალიან გვეხმარება ამაში რომ დაუშვათ ბოლომდე ვერ მოდიან და აი არა ვერ მოდიან ბოლომდე და ესე ძალით გადაგდება არ მაგალითად აი ლივიაში ხო ის რო გადააგდეს ხო მოამწიფეს შეხედეთ იქ მოამწიფეს სიტუაცია მაგრამ აქ მაინც ვერ ბედავენ იმიტომ რომ რაღაც პროცესი იქ ხო ესევე არ მივიდნენ და არ თქვეს რომ კადაფი გადადგეს ხო ჯერ ხო ხედავთ კადაფის როგორ ეფერებოდნენ ფულებიც ჩაარიცხინა იმან სარკოზიმ საარჩევნო კამპანიაში და კიდევ ბევრმა რა ვიცი ყველგან პირველი სტუმარი იყო და ასე შემდეგ მაგრამ ამასობაში მათი მედია მანქანა გარშემო ქმნიდა კადაფისგან დიქტატორს და მე ამ ლოზუნგით რა თვითონ შექმნეს რომ ეს დიქტატორია მე ადგნენ და უკვე ესეთი ძალისმიერი მეთოდებით მოახდინეს რომელი არ იყო მათი კადაფიც მათთან ერთად იყო და სადამ ხუსეინიც მათთან ერთად იყო მათი შექმნილი იყო და ასე შემდეგ ხო მაგრამ მე როცა დიქტატორის შექმნა ეხლა ივანიშვილისგანაც უნდათ ხო და როცა ჭირდებათ მე ნელ-ნელა აი ამ მანქანას ამუშავებენ თქვენ ხო ნახეთ თუნდაც პრესის სკანდალზე ხო აი რაც მასკმა გამოაქვეყნა რამდენი მილიონი მიდიოდა წინასწარ პრესაში რომ მიმართულებები ყოფილიყო სწორად ასახული და გაშუქებული საზოგადოებაში რომ აღქმა ყოფილიყო ვიღაცისგან საქართველოშია შესაძლებელი პატარა ქვეყანაში პრესის მეშვეობით ადამიანისგან შექმნა მონსტრი ძალიან ადვილად რამოდენიმე გადაცემას გააკეთებენ და 100 კაციდან 90-ს ნალექი დარჩება რომ ეს მართლა ესეთი ხო არაა და თქვენ წარმოიდგენთ საერთაშორისო მედიაში რომელიც კონტროლდება თავიდან ბოლომდე ამერიკის შეერთებული შტატების და დასავლეთის მხრიდან ბრიტანეთის როგორ მარტივია ნებისმიერი ადამიანისგან და რა მოხდა ახლა ლივიაში აგერ დაძდევენ არიციან რა გააკეთონ დაეშალათ მთელი ქვეყანა და არიციან ახლა ვინ მოიყვანონ მეორე კადაფი რომ გაერთიანონ ეს ქვეყანა და აი ამ ბანდიტიზმს და იმას მოიღოს ბოლო სირიაში რა ხდება ახლა ხედავთ ფაქტობრივად რა ვიცი ადამიანის უფლებებზე საუბრობენ და ათასობით ბავშვი და ქალი იხოცება ხო და ზუსტად მაგას ვიძახი ავღანეთში რა გააკეთეს ახლა სულ არ ვერასდროს ვერ დავივიწყებ იმ კადრებს თვითფრინავზე ჩამოკიდებული ადამიანების, ანუ ფაქტობრივად დაჯდნენ იქ ინსტიტუციებიო ისაო თქვენო ესე უნდა იყოთო, ისე უნდა იყოთო, დღესაც მოხდეს წავიდნენ და ჩააუგდეს ხელში იმ ადამიანებს, ვის წინააღმდეგად ამათ ავარჯიშებდნენ, ხო წარმოგიდგენ, ამიტომ შენ უნდა იყოს შენ თავთან მართალი, შენ ქვეყანასთან უნდა იყოს მართალი, შენ მოსახლეობასთან უნდა იყოს მართალი. შეიძლება ვიღაცამ გლანძღავს, ვიღაცას გაკრიტიკებს, გასანქცირებს შენ ხომ ხარ მართალი ახლა აი იგივე ახლა ზელენსკის რო აქებდნენ რა მე ახლა რა არ ჯობია დაგასანქცირონ ვიდრე ზელენსკისავით გაქონ არ ჯობია დაგასანქცირონ ქვეყნის სიყვარულის გამო ვეგრე ზელენსკისავით გაქონ ქვეყნის განადგურებისთვის და გაყიდვისთვის პირველ განადგურებისთვის იმ გაყიდვაც არ არის განადგურება გაყიდვა კიდე რა არის იცი რომ აი არა ფულს იღებს თანამაში ძალიან გასაგებია მაგრამ ფულს იღებს რაში ხელუხელები ახლა ეს შეიძლება შენ გაყიდო და ნუ ნიფთია და მიყიდე ვიღაცას მაგრამ ამას რო დალეწაო დალეწვაში რო ფულს აიღებ რო ეს ნიფთიც აღარადროს ნიფთად აღარ გადაიქცევა აი ამაზეა საუბარი ორმაგ დარტყმაზეა ხო საუბარი აღდგომა დღეს ახლა როგორ უნდა შეხედე რა სიტუაცია იქ ქვეყანაში აღდგომა ომია ხალხი იღუპება და
ამასობაში იმისთვის იცლი, რომ LGBT რაღაცა აღლუმი გააკეთო. ნუ აი წარმოუდგენელია, ხო? ამისთვის არც ერთი მხრიდან გცალია, არც მეორე მხრიდან გცალია, მაგრამ რატო? იმიტომ რომ აქ ფულია, ამ ფულს მოყვება კიდე პოლიტიკური მხარდამჭერა იმ ადამიანებისგან. მე მაგ მეორეა ჩვენ რო ვიძახით, რომ არა LGBT, აი ჩვენ არ გვინდა კაცი გათხოვდეს. ნახევარი მარა, მაგრამ ერთი მესამეთი ზის იმ ევროპარლამენტში ეგეთი, ვინც გათხოვილია და ეხლა ფიქრობს, რომ თქვენ ესე იგი მე არ გევასებით, ანუ ესე იგი გამოდის, რომ მე არასწორად ცხოვრობ და უკვე ზისხში გადადის და ეს ზისხი მერე მიდის უკვე სხვადასხვა манипуляციებს. დავასანქციო, წარმოიდგინეთ ქვეყნები ბრიტანეთი, ევროპა, რომელიც წლებია, საუკუნეებია საუბრობდნენ იმაზე, რომ არ შეიძლება ადამიანი დაისაჯოს სრულფასოვანი ობიექტურად მოპოვებული მტკიცებულებების გარეშე. ეს ქვეყნები ასანქცირებენ სხვა ადამიანებს მხოლოდ 2-3 პოლიტიკური პარტიიდან მიღებული წერილის საფუძველზე. აი ნუ სადაა მდგრადობა, სადაა ადამიანის უფლებები, სადაა ის ევროპა, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობდით, რომელიც ამას ვერ გააკეთებთ. არა, ამის ნათელი მაგალითი არის, კახა, ეხლა წარმოიდგინე ესეთი შეურაცხყოფა, რაც ჩვენ აი ამ ჩვენი ხუთდღიანი ომის მერე ვნახეთ საერთოდ, ხო ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავივიწყოთ. ჯერ არ უნდა დავივიწყოთ ის, რომ თვითონ ეს დღევანდელი პრეზიდენტი ზელენსკი თქვი შენ, რომ იქ დროშას რო აფრიალებს და მარტო დროშას ელასტიკებით ხო, ნუ ჯერ ერთ დროშას სიმბოლოა და შეურაცხყოფს ამ სიმბოლოს, ხო? თავის სკეჩშია თუ რაღაცა ეს პირველი და სიმბოლოების შეურაცხყოფა კონსტიტუციით არის გაწერილი, რაც უნდა უქნა ამ შემთხვევაში ადამიანს. ჯერ ეს ერთი, მაგრამ 2010 წელია წარმოიდგინე და წითელ მოედანზე არაც ატარებს რა ვიცი უკრაინა, ინგლისი, რა ვიცი ყველა აბსოლუტურად პოლონეთი. შარშან წინ ზუსტად აი როდესაც გაამწოვეს ჩვენთან ურთიერთობა ამის გამო მე დავგუგლე, ვიპოვე ეს კადრები და დავდე Facebook-ზე, სადაც აი მერკელი ვიღაცებით განან წითელ მოედანზე და ჩვეულებრივად პუტინთან ერთად პარადს იღებდნენ. მაშინ როდესაც აქ ადამიანები იხოცებოდნენ, დახოცილები იყვნენ და ბევრი კიდე უბედურება გატანენ, რომელიც უბრალოდ პრესაში არ ითქმის. იმიტომ რომ იმ ადამიანს რო გადაიტანა, აღარ უნდა ეხლა ამაზე ლაპარაკი, მეორედ რო არ გადაიტანოს, ხო? აი ამ უბედურობის ფონზე იქ წითელ ხალიჩაზე და იდგნენ და იცინოდნენ და ამ ყველაფერს აკეთებდნენ და ეს მასხარა კიდე იდგა და მასხარაობდა. კი ბატონო. და ამასობაში ეხლა მოუნდა რა, მოუნდა რომ ვარემ მოდი აბა აქაც მივხედოთ. ეხლა ამასაც მოუნდა ჩვენი დიდ ბრატობა, ეხლა იმათ ხო ქონდათ და აქვთ განცდა ლატვია, ლიტვა, ესტონიას. ეხლა ამასაც მოუნდა, ხვდები? ეხლა ამას მოუნდა რუსობა ჩვენი მისამართი. ხო, ამას მოუნდა რომ მეც თქვენი ხაზეინი ვარ ეხლა, რასაც ვიტყვი, ესე იქნება, როგორ ეხლა რას ნიშნავს. აი ხა შეხედე. თუ ეს ერთიანი სცენარი არ იყო, მიშას გამოგზავნა ეს ყველაფერი. ბიჭო, შენ იძახი რომ მე ჩემი სადაზვერო საქმიანობით ბოლომდე ის ვიცი სად რომელი ჯარისკაცი რუსეთის ჯარისკაცი რომელ სანგრევშია დამალული, ხო და ამ ხელა ვებერთელა კაცი რო ტრაილერში ჩაჯდა და საზღვრები რო გადაკვეთა ის არ იცოდი? ეს ხო ზღაპარია, ძალიან კარგად იცოდნენ, ამიტომაც არავინ არ ისჯება და გამოატარეს რატო ზუსტად იმ აკათმა რომ მოსინჯეს და ნახეს რომ ქართული ოცნება არ წავა ამაზე, არ ცოცხალი თავით არ წავა, ზუსტად ამიტომ იყო განპირობებული, როდესაც ეს ძალიან სერიოზული ზეწოლა მიმდინარეობდა ბიძინა ივანიშვილზე, რომ შენ უნდა ჩაიბარო ქვეყანა, პრემიერ-მინისტრად დაბრუნდე, იმიტომ რომ ომის დროს ერთადერთი ადამიანი ხარ, ვინც კიდე ბოლომდე საზოგადოებას რაღაცა ნდობა აქვს შენი და ჩაიბარებ. და ამან რო თქვა რომ მე მივდივარ პოლიტიკიდან, შემთხვევითი კი არ იყო, მაშინ საერთოდ გაიწია, მე აღარც ეს მინდა, აღარც ის მინდა, საერთოდ მივდივარ თუ გახსოვთ და საერთოდ წავიდა ეს. იმიტომ კი არ იყო რომ პოლიტიკაში იყო პრობლემა, იმიტომ იყო რომ გინდა თუ არა შენ უნდა მოხვიდეო, ხო? ეგრე იყო და მერე მიმდინარეობდა ეს ზეწოლა თქვენ გახსოვთ ეხლა რო იძახ, აბა მითხარით სად ნახეთ ომისკენ მიწოდება, უშიშროების საბჭოს დივანი რო გამოვა ამას რო იტყვის, პრეზიდენტის მრჩეველი რო გამოვა ამას რო იტყვის, ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე რა გინდათ შორს რომ მივდივართ, აგერ ჩვენი პოლიტიკოსები საუბრობდნენ რომ კი რა თქმა უნდა დავესწრო და აბა ჩარტერები უნდა გაფრინდეს და ასე შემდეგ. რომელი ქვეყნის ჩარტერი დავგაფრინდა, აბა ერთი მაინტერესებს რა. ამიტომ მათთვის რა იყო მთავარი? მათთვის ოპოზიციისთვის რა იყო მთავარი გეტყვი, იმისთვის გასაგებია რომ რაღაცნა ჩვენ ხარჯზე 5 დღით შეასუსტებდნენ რუსეთს თუ 3 დღით, მე არ ვიცი, მით უმეტეს ახლა ნურავის ნუ ექნება ილუზია რომ ეს იქნებოდა 2008 წლის ომივით.
ეს უკვე იქნებოდა კატასტროფა თავისი დრონებით და ბალისტიკით და შეიძლება საერთოდ არ შემოიყვანათ ჯარი და ბალისტიკური რაკეტებით და დრონებით გაენადგურებინათ ქვეყანა ღმერთმა დაიფაროს. ეს იყო მათთვის რომ აი რამოდენიმე დრონს დაკარგავს და რამოდენიმე ბალისტიკურ რაკეტას დაკარგავს საქართველოზე. მაინც იქ ვერაფერს ვერ მიახსენებდნენ და ჩვენი პოლიტიკოსებისთვის რა იყო? ჩვენ რომ ამას მივყოლოდით რეალურად ქვეყანა დაინგრეოდა და ეს ადამიანები, რომლებიც იძახდნენ, რომ შენ ომში უნდა ჩაერთო, მერე გამოვიდოდნენ და იტყოდნენ, რომ აი ქართულმა ოცნებამ გააპარტახა ქვეყანა, თქვენ უნდა წახვიდეთ, ჩვენ უნდა მოვიდეთ. აი, იმიტომ რომ თქვენ დაანგრიეთ ქვეყანა. მე იმას კი არ იტყოდნენ, რომ აი ჩვენ დაგანგრევინეთ ეს ქვეყანა და ჩვენ გიბიძგეთ ამ ქვეყანას. ყოველთვის ესე არ არის, რაღაც გაკეთებინებენ და მერე თვითონ გაიწევიან და შენზეა მთელი ჯოხები. ამიტომ ვიძახი, შენ უნდა იყოს შენთან მართალი. ცხოვრებაშიც ესეა, შენ თუ შენთან მართალი ხარ, შემშვიდად ხარ. თუ შენთან მართალი არ ხარ და რაღაცა შეეჩვი გეპარება, სულ რო გაკებდნენ, მაინც გულში ხინჯად გაქვს, ხო, ყველაფერი. ამიტომ სტაბილური განვითარება უნდა ავირჩიოთ ისეთი, რომ არც არავინ მტერი არ ყავდეს ახლა როგორც დღეს, ყოველ დღე რო გვასანქცირებენ და იმ ხალხმა რა ქნას, კაცო, ახლა ერთია რომ პოლიტიკოსი გაუძლებს სანქციებს, ახლა საჯარო მოხელეებს სანქციებს რო ადებენ, ეს რთული ამბავია. ისიც კი ვერ მოახერხა საქართველოს ხელისუფლებამ და მე მქონდა კომუნიკაცია, რომ ბოლო-ბოლო ადექით და სასამართლოში შეიტანეთ სარჩელები. აი მაგალითად დაასანქცირეს დაუშვათ პიროვნება X-ი, ხო და დაუყადაღა პირობითად ვიძახი საქართველოს ბანკმა ანგარიში. და ამ დროს ამ ადამიანს ბანკში აქვს კრედიტი. რო დაუყადაღა ანგარიში და ფულს არ შეატაინებს, ის კრედიტი ხო დახურული არ არის, გასულ დღეს თუ ხელისუფლებაში ხარ და ის ვერ გაარკვია, შენ კრედიტს რა ბედი ეწევა, შენ რო ხელისუფლებიდან წახვალ, შეიძლება კიდე 1-6-0 მოამატონ და ისეთ გადაგახდენო ყველაფერი. ამიტომ შენ მიმართე სასამართლოს და თქვი რომ აი ამ ბანკის ამ ვიღაცა დაუშვე ჩინოვნიკების გადაწყვეტილებით რატომ მიკეტავს ბანკი არის თუ არა სამართლიანი შესაბამება თუ არა ეს ეროვნულ კანონმდებლობას იმიტომ რომ საქართველოს მოქალაქე პირველ რიგში დაცული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით რის საფუძველზე ერთი განცხადების რაღაცა საფუძველზე საქართველოს ბანკმა რატომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება მაშინ ახსნას იურიდიულად და სამართლებრივად ფურცელი დადოს დოკუმენტი დადოს და დრო რო გავა ამ დოკუმენტს შეფასება ექნება ყველა შემთხვევაში და ბოლო-ბოლო შენ მიიტანე ფული და თქვი რომ მე მინდა დავფარო კრედიტი დაგიწერონ რომ არა არ გაფარინებ კრედიტს რომ ხვალზე მე იგივე შენ კრედიტზე რომელსაც პროცენტები დაემატება მე მაღაზია არ მოგედაონ იმიტომ რომ იმ ჩვეულებრივმა ჩინოვნიკმა რა ქნას გასულ მე არ ვსაუბრობ პოლიტიკოსები პოლიტიკური თანამდებობა ვისაც უკავია ისინი თავის გზას გამონახავენ მაგრამ მინისტრები მინისტრის მოადგილეები მოსამართლეები ეს ხომ ხვალზე გმად ოჯახებზე იქნება და ამ შემთხვევაში როგორ არ უნდა ედგეს სახელმწიფო თავისი მოქალაქის უკანონოდ დაჩაგრული მოქალაქის მხარს და არა მარტო ჩინოვნიკებს ყველას უნდა მაგას გეუბნები რომ ჩინოვნიკებზე ხო უბრალოდ რატო თქვი რომ სანქციები ჩინოვნიკებს შეეხოთ იმიტომ თქვი პირველ რიგში ხელისუფლების ამოცანა დაიცვას თავისი თანამოქალაქე რატოა ეს სიცხლის სამართლის კოდექსის კონსტიტუციის ყველგან წერია რომ შენი ქვეყნის მოქალაქე სულ დამნაშავე იყოს არ უნდა გადასცეს სხვა ქვეყანას ხო თუ უნდათ გამოაგზავნონ მასალები აგაასამართლე მაგრამ გადაცემით არ გაკუფლე აქაც ესე ხა ბრიტანეთის პარლამენტმა რაღაცა მიიღო და ავტომატურად ეხლა 5 წუთში საქართველოს ბანკმა ან სხვა ბანკმა ეს ასახა ეს არის არაკანონიერი აბა რისთვისა გვაქვს ჩვენ მაშინ ეროვნული ბანკი რისთვისა ვარ ჩვენ ხელისუფლება მაშინ მოდი ვიყოთ ბრიტანულ ბანკმა და ბრიტანული ბანკი რო გამოვიდეს და ხვალე ყველა რო დაგვასანქციროს რა ვქნათ ეხლა აი უბრალოდ ჩამოყვეს სიას არ გავასაჩივროთ ამისთვის არის სტრასბურგის სასამართლო არის ამისთვის არის ეროვნული სასამართლო კაცო როგორ შენ მე მიზღუდავ სიცოცხლის უფლებას იმიტომ რომ შენ არ ღვევ კონვენციას ევროპულ კონვენციას როდესაც შენ მე წვდომას არ მაძლევ თანხაზე ესე იგი შენ მე მტოვებ ჯანმრთელობის უზრუნველყოფის გარეშე მე ვერც წამალს ვიყიდი ვერც დაზღვევას გადავიხდი სამედიცინოს და ვერც ოპერაციის ფულს გადავიხდი ანუ გამოდის რომ მე თუ ავათავარ უნდა მოვუკვდე და ეს არ არის კონვენციის დარღვევა გავიდნენ იურისტები რისთვის არიან რომ ზუსტად კაი სარჩელები დაწერონ გავიდნენ და ეროვნული სასამართლოების ინსტანციების შემდეგ მიმართონ სტრასბურგის სასამართლოს ბოლო-ბოლო როდემდე უნდა ვიჯდეთ რომ ხო სანქცია არაფერი არა როგორ არ არის არაფერი არის ამას ჭირდება ბრძოლა და თუ სუვერენიტეტზე საუბრობთ და ამის გამო ვაკეთებთ ამას. აი აქ უნდა დაიცვა კიდე სუვერენიტეტი. მარტო იქ არ უნდა დაიცვა, ყველგან უნდა დაიცვა სუვერენიტეტი. კი ბატონო, დიდი მადლობა, ძალიან დიდი მადლობა. ახლა მე მინდა ესე ვთქვათ, სუვერენიტეტიდან გამომდინარე ხა ბოლო სიტყვები ესე თქვა და ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც ახალი ინფორმაცია მოგაწოდოთ, რაც მოხდა უნგრეთში, თუ შეიძლება გაუშვით
რა გააკეთა ორბანა ესე იგი 2025 წლის 14 აპრილს უნგრეთის პარლამენტმა მიიღო კონსტიტუციური ცვლილება რომელიც ნაღდი ფულით გადახდას ფუნდამენტურ უფლებად აწესებს. ანუ რას ნიშნავს ეს? ეხლა მინდა აუხსნა რომ ეს არის სუვერენიტეტი. რაც არ უნდა მოხდეს. ეს კი რა დედამიწა რაც არ უნდა მოხდეს, აი ხედველობაში მაგ დაუშვათ ვირუსი ახალი, ან პანდემია ახალი, ან ძალით აცრები ახალი, ან რაღაც აი ყველაფერი რო ჩაგიკეტოს. გარედან რო ჩაგიკეტონ, ანგარიშები, დაგიბლოკონ, ყველაფერი დატოვა ადამიანმა. ეს არის სუვერენიტეტი, თავისი ქვეყნისთვის და თავისი ხალხისთვის დატოვა ერთი ძალიან დიდი ყველაზე მნიშვნელოვანი რაღაცა, რომ ვერასოდეს ვერავინ ვერ შეეხება მათ ფულს. ვერასოდეს, იმიტომ რომ თუ დაუკეტავენ ანგარიშს, გამოიტას იმ ანგარიშიდან დაუშვათ რაღაც კეშს, მაინც იყიდის იმ პურს, მაინც იყიდის იმ რაღაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ამბავს. ეს არის ადამიანის სუვერენული მართვა, თავისი სუვერენული ქვეყნის. ესე შესაძლო სანქციებიდან თავის არიდების მიზნით გაკეთდა, ეთყობა რა აქვთ ინფორმაციები, იქაც აპირებენ რაღაცების გაკეთებას და ანუ რეალურად ამ კანონმდებლობით აძლევენ უკვე ბერკეტს იტოვებენ, რომ ბანკმა თუ შენ გეხურა ანგარიში, კეში მაინც დაგიბრუნოს, რომელიც იმ ანგარიშზე გაქვს. რა თქმა უნდა. ამიტომ ვიძახი, აქ კონვენციები ირღვევა, ეს ესე მარტივი არ არის. ფულის გაყინვა არ არის მხოლოდ ფულის გაყინვა. ფულის გაყინვას მოყვება შიმშილი, ჯანმრთელობის უზრუნველყოფის გარეშე დატოვება შენი ოჯახის წევრების და ასე შემდეგ. გადიხარ ევროპული კონვენციების გარღვევაზე და დრო არის ჩემი აზრით და დაგვიანებულიც არის, რომ ცოტა ამ კუთხით საქართველოს ხელისუფლება მიაქტიუროს ეროვნულ ბანკთან ერთად და ის ადამიანები, რომლებიც არიან დასანქცირებული უაზროდ, მათი კონსოლიდაცია მოახდინოს, კაი იურისტების მეშვეობით, კაი სარჩელები მოამზადონ, მოიარონ ეროვნული სასამართლოები და მერე მიმართონ აუცილებლად სტრასბურგის ადამიანის უფლებათა და თორე ეს გაგრძელდება. ესე გაგრძელდება და რა ზუსტად ამ მიზნის მიღწევა სურთ მათ. ნახეთ რას აკეთებენ. ერთის მხრივ ელაპარაკებიან ხელისუფლებას პინგ-პონგის რეჟიმში, მეორეა ასანქცირებენ ყველა იმ ადამიანს, ვისაც რაღაცა ბერკეტები აქვს წესრიგის დამყარების, ეკონომიკის შექმნის და ასე შემდეგ. ხომ რატომ აკეთებენ? რომ შიგნიდან გასკდეს სიტუაცია, ვიღაცას აქვს დაუშვათ მყარი ნერვები და ამას გაუძლებს, საჯარო მოხელეებზე ვსაუბრობ, ვიღაცას ოჯახი ეტყვის, რომ აი შენ კიდე რა გინდა ბოლო-ბოლო ნუ გადაგვაყოლე ამ ქართულს, მოდი წამოდი აქედან რა. ესეთი პროცესი იქნება და შიგნიდან უნდათ რომ მტრები გახეთ ქონდა. რატო აცლიან ამას? რატო აძლევენ ამის საშუალებას? ამას ყველაფერს ურეაქციოთ რო ტოვებ და სამართლებრივი ინსტრუმენტების გარეშე რო ტოვებ, შენ უფრო მეტის საშუალებას აძლევ და განცდას უწევ, რომ შენ მან უფრო მეტი გააკეთოს და ბოლო-ბოლო ადგენდა და მაშინ ჩვენც ახლა ავდგეთ და დავასანქციროთ. ახლა ბრიტანეთის ის პარლამენტის წევრები, რომლებმაც და ვნახოთ ერთი ხელბა. აი ახლა პირობითად ავიღოთ. იმათმა პარლამენტმა ადგა გაასანქცირა ჩვენები ხელფას ვერ იღებ. ნუ ახლა რომ დავასანქციროთ რა, ვინმე ეტყვის იქ ბანკში რომ ხელფას არ მოგცემო, საქართველოს ეს ეთქვაო? არა ხო? იმიტომ რომ ეს ქვეყანაა. უნდა ეიმედებოდეს აქაც ქვეყანა უნდა შევქონათ, და ესეთი ქვეყანა უნდა შევქონათ. შენ გია რომ ქართული პასპორტით გადაკვეთავ საზღვარს, ან შენ ქვეყანაში ხარ, შენ უნდა იცოდე რომ შენს მიმართ პატივისცემაა და არა უბრალოდ ვიღაცა ჩამოვიდა ევროპაში ახლა კი ბატონო და მინდა შეუშვებ, მინდა არ შეუშვებ. რომც არ შეუშვა, სად მიჩივლებს რა. აი ესეთი მიდგომა აქვს. კი ბატონო, მოკლედ ეს არის რა ყველაზე უფრო მთავარი და აი შენ ადამიანი გძნობდეს საკუთარ ქვეყანაში თავს დაცულად რა. და შენი ქვეყანა გიყვარდეს. და შენი ქვეყანა გიყვარდეს, რაც ეხა დაუშვათ შენი ქვეყანა და არა ევროკავშირის ოფისი. ამერიკის შეერთებული შტატების თეთრი სახლი ჯერ უნდა გიყოს შენი ქვეყანა, შენი თბილისი, შენი ქალაქები, შენი რუსთაველი და მე უნდა გიყვარდეს. მე შეიძლება რა თქმა უნდა და მე შენ თუ ამას გძნობ უკვე საბოლოო ჯამში მსხვერპლზეც ახარ წამსვლელი შენი ქვეყნის გულისთვის და შენი რა თქმა უნდა, იმიტომ რომ იქიდან რომ გძნობ რომ შენი ქვეყანა გიცავს და პატივს გცემს, ხო? ეხა ორბანის შემთხვევა ტყილა არ მიხსენებია რა, კონსტიტუციით გაამაგრა ეს ამბავი, რომ ხალხს მომავალში ვინცობა რაღაც პრობლემები იყოს, პრობლემები არ შეექმნას და ამ
ციფრულ ჯოჯოხეთში, რასაც ამზადებენ, იქ შვიდად იყოს რა. ანუ კონსტიტუციაში გაამაგრა იმითი, რომ ნაღდი ფული არა იგრძალება, არასოდეს და ყოველთვის იქნება ამითი გადახდის ისა და რა ვიცი, კი ჩვენ ძალიან ბევრი რაღაცა ვიგრძენით სუვერენული ნაბიჯები ამ ქვეყანაში, მაგრამ ძალიან ბევრის გადასადგმელია მე მგონი. მუშაობა ჭირდება გამტკიცებისთვის, იმიტომ რომ ეს ყველაფერი მყიფეა. რა თქმა უნდა. ერთ წუთში შეიძლება ყველაფერი შეიცვალოს. ეს უნდა უკვე ფუნდამენტად გადაიქცეს. ეხლა ეს არის ჩვეულებრივად როგორც აი რაღაცა მასალას რო ზილავ, მაგრამ ბეტონი არ არის. აი ბეტონად უნდა აღიქვე მომწყებმა, რომ აი ამ ქვეყანაში უკვე ესია. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა. მოკლედ ამ თემასთან დაკავშირებით ეხლა რითაც დავამთავრე და ამ ორბანის ახალ ინიციატივასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, მე ძალიან მომწონს და პრინციპში ალბათ ძალიან ბევრი ადამიანი იქნება ისეთი, რომელსაც ძალიან მოეწონება ეს ორბანის ახალი გადაწყვეტილება, იმიტომ რომ ამას შეიძლება მართლა პრეცედენტები მოყვეს სხვა ქვეყნებში, იმდენად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო ორბანის მიერ მიღებული და აუცილებლად ამ თემაზეც გავაგრძელებთ საუბარს უფრო მომავალ გადაცემებში, რასაკვირველია პროფესიონალებთან ერთად და არა მარტო ამაზე, სხვადასხვა თემებზე. მე მგონია, რომ მაგალითად ძალიან ბევრი რაღაცა არის ისეთი პრობლემატური საქართველოში, რომელშიც ადამიანმა, ჩვეულებრივმა ადამიანმა, მოქალაქემ უნდა იხსნოს განსაკუთრებული დაცულობა თავისი ქვეყნისა და სახელმწიფოს მხრიდან. რამე თუ ეს ადამიანები არიან ისინი, ვინც მათ აძლევენ დროებით ამ ხელისუფლებას, რომ ის მართონ ისე, როგორც ამ ადამიანებს უნდათ და ესაჭიროებათ. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, კარგად ბრძანდებოდით. მადლობა თქვენ. მომავალ შეხვედრამდე ნახვამდის. პოლიტიკოს ცნობით ტრამპის ადმინისტრაციამ უკრაინას წარუდგინა ულტიმატუმის სქემით დათანხმდიან წაბრძანდი. როგორც გამოცემა თავის წყაროზე დაყრდნობით წერს, სწორედ ასეთია თეთრი სახლის პოზიცია კონფლიქტის სამშვიდობო დარეგულირებაზე მოცემულ მომენტში. ამ მიზეზის გამო ლონდონში მოლაპარაკებებზე არ გამოჩნდნენ სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და ამერიკის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ ვიტკოფი. შეერთებული შტატები და უმცროსი პარტნიორობის დაჯგუფება ასე დაახასიათა ნატოს მდგომარეობა ამერიკის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ. ნატო კარგია იმ დრომდე, სანამ ის არსებობს და წარმოადგენს ნამდვილ თავდაცვის ალიანსს და არა შეერთებულ შტატებს და უმცროსი პარტნიორობის დაჯგუფებას, რომლებიც არც ასრულებენ თავიანთ ვალდებულებებს, როგორც ეს სამართლიანი იქნებოდა, განაცხადა Free Press-თან ინტერვიუში მარკო რუბიომ. გერმანიის ახალი მთავრობა შესაძლოა პუტინთან დაახლოების გზას დაადგეს, წერს გერმანული ბილდი. ათობით კომპანია განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესის სექტორიდან რუსეთში დაბრუნებას გეგმავს და ამ გეგმას კანცლერის პარტიაში ლობირებენ. რუსული გაზი ძველებურად რჩება მიმზიდველ თემად ეკონომიკური სფეროს ბევრი წარმომადგენლისთვის. თუკი გერმანია არ წავა რუსეთის ფედერაციასთან დაახლოების გზით, ამერიკა მუდმივად შეახსენებს მერცს მისი სიყვარულის შესახებ ამერიკის დამიტა შეეკითხება. მართლაც სურს თუ არა მას რუსეთ-ამერიკის ურთიერთობის შორის ჩადგეს, ვარაუდობენ გამოცემის წყაროები. ამ მხარეს აირჩევს გერმანიის ახალი მთავრობა, გაურკვეველია, მაგრამ გერმანელებს კარგად ესმით, რომ რუსეთთან დაახლოება მათ ეკონომიკას წაადგება, ნათქვამია ბილდის სტატიაში. ამერიკის თავდაცვის მინისტრის პიტ ჰექსეტის თქმით, შეერთებულ შტატებს აღარ შეუძლია ევროპის უსაფრთხოების გარანტი იყოს. დრო, როდესაც შეერთებული შტატები ევროპული უსაფრთხოების ერთადერთი გარანტი იყო, წარსულია. ეს აქტიურად აღარ არის. ევროპამ უნდა გაზარდოს საკუთარი სამხედრო ძალისხმევა და აიღოს ლიდერობა საკუთარ ხელში, თქვა მან. პენტაგონის ხელმძღვანელმა განმარტა, რომ მხოლოდ ასე იქნება შეერთებულ შტატებს მეტი შესაძლებლობა განათავსოს თავისი სამხედროების სხვა რეგიონებში და პირველ რიგში ჩინეთის და აზიის შესაკავებლად. პოლონეთში ბევრია უკმაყოფილო იმით, რომ უკრაინელები მედიცინასთან დაკავშირებულ პრობლემებს ქმნიან, წერს გამოცემა ველდი. პოლონელები ჩივიან, რომ უკრაინელების ნაკადების გამო ექიმთან მოხვედრა გართულებულია.
განსაკუთრებით ისეთ სპეციალისტებთან, როგორებიც არიან ენდოკრინოლოგები და ქირურგები, რომლებთანაც მიღებაზე ლოდინი 1 წლამდე გიწევს. ეს იწვევს უკმაყოფილებას და დაძაბულობას საზოგადოებაში და ბევრი პოლონელის დამოკიდებულება უკრაინელი მიგრანტებისთვის გაუარესდა. პოლონელი პაციენტების შივილი უკრაინელებზე და მოსაზრება, რომ ისინი დამატებით იწნეხია ჯანდაცვის სისტემაზე, ასახავს საერთო ტენდენციას ქვეყანაში. უკრაინელების მიმართ სიმპათია მცირდება და ყველა არ არის კმაყოფილი მათი რაოდენობით, განუცხადა გერმანულ გამოცემას ექიმმა ონკოლოგმა ტომას შაროსეტმა. ამერიკის ჯანდაცვის მინისტრმა უმცროსმა რობერტ კენედიმ ხელოვნური საკვების აღებავების აკრძალვის მოთხოვნისას სერიოზული შეშფოთება გამოთქვა ამერიკელების ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო და შოკის მომგვრელი სტატისტიკა მოიყვანა. როდესაც ბიზეჩემი პრეზიდენტი იყო, ამერიკელი ბავშვების 3% იყო დაავადებული ქრონიკული დაავადებებით. დღეს ეს მაჩვენებელი დაახლოებით 60%-ია. ესაა ფართო კატეგორია და მოიცავს ნევროლოგიურ აშლილობებს, მეტყველების პრობლემებს, სამეტყველო ტიკებს, ტურეტის სინდრომს, ნარკოლეპსის, აუტიზმის და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი ტრამვებია, რომლებზეც არაფერი მსმენია ბავშვობაში. ისინი ნომენკლატურის ნაწილი არ იყო დიალოგის ნაწილი. ბიზეჩემის პრეზიდენტობის დროს ამ ქვეყანაში ქრონიკული დაავადებების მკურნალობაზე არაფერი იხარჯებოდა. დღეს კი ამ თანხის რაოდენობა წელიწადში 1,8 ტრილიონი დოლარია. ეს ჩვენს ქვეყანას აკოტრებს. ამერიკელი ბავშვების 74% სამხედრო სამსახურისთვის გამოუსადეგარია. როგორ ვაპირებთ ჩვენი მსოფლიო ლიდერობის შენარჩუნებას ასეთი დაავადებული მოსახლეობით? ჩვენ გვაქვს ყველა ეს აუტოიმუნური დაავადება, ეს ეგზოტიკური დაავადებები და ისევ მე არასოდეს მქონდა გაგებული ინსულინ დამოკიდებულ დიაბეტზე, რევმატიულ ართრიტზე, გლურაზე, კრონის დაავადებაზე და ასობით სხვა დაავადებაზე, რომლებიც უბრალოდ უცნობი იყო, როდესაც მე ბავშვი ვიყავი. არ ვიცნობდი არავის, ვისაც არაქისზე ალერგია ჰქონდა, ვისაც ზოგადად საკვებზე ალერგია ჰქონდა. დღეს კი ჩემი 7 შვილიდან 5 ალერგია აქვს, თქვა მინისტრმა.